დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა. მინდა მიმართო ქართული ოცნების მხარდამჭერებს. წლებია უკვე მეც და ჩემი მეგობრებიც, თანამოაზრეები ვამბობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა, ეგრეთ წოდებული პროდასალური ძალები, ნაცების ხელმძღვანელობით დაცული და შენახული არის ქართული ოცნების მიერ. ჩვენ ამას ვამბობდით ჩვენივე ანალიზითა და ლოგიკით. მაგალითად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ქართული ოცნების მხარდამჭერებს ჩვენს ლოგიკასა და ანალიზს. წლების განმავლობაში თაროზე შემოდო ნაცების დროინდელი დანაშაულებრივი მტკიცებულებები პროკურატურამ, გენერალური პროკურორის მოადგილე ბატონი ნაცვლიშვილის აკეთებდა ამ განცხადებას, გვახსოვს. წლების განმავლობაში ნაცების სხვადასხვა ლიდერი, სხვადასხვა სერიოზულ დიდ ფინანსიან სამსახურებში იყვნენ, რათა მათი გუნდები არ დაშლილიყო. თქვენ შეგეძლოთ სადმე მსგავს დიდ ფინანსიან სამსახურებში მუშაობის დაწყება? არა. წლების განმავლობაში რუსთავი 2 რო თითქოს წაართვა ნაცებს და სამაგიეროდ 3 ახალი ნაცური ტელევიზია შეიქმნა, მთავარი, ფორმულა და ტv პირველი. ესეც გათამაშებული იყო. შეაქმნევინეს და შესაძლებლობა მიცეს, რომ 3 ტელევიზია შექმნილიყო, ნებართვა მიცეს. წლების განმავლობაში ნაცების სხვადასხვა პროდასალურ სხვადასხვა პარტიებს არეგისტრირებდა ქართული ოცნება, მწვანეს უნთებდა, ხოლო კონსერვატორებს, ანუ სერიოზულ ნამდვილ გაუსვლელ ძალას კი აუქმებდა, ერთი მეორეს მიყოლებდით. ასევე შეგახსენებთ, რომ ტელევიზიები, ეგრეთ წოდებული ნაცური ტელევიზიები, რეკლამები სავსე არის, რეკლამებით ეს ტელევიზიები, სხვა გადაცემები და ამ რეკლამები არის ძირითადად სხვა ბიზნესების რეკლამები და თუ ჩაურმავდებით რომელი ბიზნესებია, ეს არის ის ბიზნესები და მათი ლიდერები, რომლებიც დაკავშირებული არიან ქართული ოცნებასთან და არიან მათი შემოწირულები. პარალელურად ალტიფოს ტელევიზიაში ვერ მიქონდა ერთად ბიზნესმენს ერთ-ერთი რეკლამა, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ თუ კი ალტიფოში რომელიმე ბიზნესის რეკლამა გამოჩნდებოდა, ეს ბიზნესი რამდენიმე დღეში თუ არა, რამდენიმე კვირაში გაქრებოდა, უკვე აღარ იარსებებდა. ყველამ ვიცოდით და ერთ მაგალითსაც ვიტყვით, ალტიფოს ტელევიზიას ჩვენ ხალხი ვინახავდით, ერთ-ერთმა თანამებრძოლმა მცირე რაოდენობის თანხა რომ მომაწოდა და მიმეწოდებია ტელევიზიისთვის, რამდენჯერმე გამიმეორა თხოვნა, რომ სახელი და გვარი არ გამეიღერებინა ვინ იყო, ამით უმეტეს არცად დამეწერა, რადგან მის შვილს ჰქონდა ოჯახური მცირე ბიზნესი, ძალიან მცირე ბიზნესი და ხელისუფლება ამ ბიზნესს უბრალოდ გაუქრობდა. ეს იცის ყველა ადამიანმა და მეგობრებო, აი ქართული ოცნების მხარდამჭერებს მოგმართავთ. თქვენ ეს არ გჯეროდათ. სვამდით კითხვას. რატო ეს ხო ებრძვისა და აუქმებს? ჩვენ გვასუხობდით, რომ ეს ხალხი ჭირდება ოცნებას, იმიტომ ის ძალები, პოლიტიკური ძალები, რომ თქვენ ყავდეთ დაფეთებულები. რომ არა ბიძინა, მიშა მოვაგდა შეგვჭამს. და ასე დადიხართ უკვე წლებია ქართული ოცნების მხარდამჭერები დაფეთებულები. მე მინდა აი მთელი სიყვარულით გითხრათ. პრემიერის ირაკლი ყუბახიძის გუშინდელი განცხადების მერე, რომ ფინანსდებოდაო ნაციონალების ლიდერი ხაბეიშვილი და მთავარი პროპაგანდისტი მელაძეო. თავში აურაცხყოფილად არ გზნობთ. შეკითხვა არის ასეთი. თუ კი თავში აურაცხყოფილად გზნობთ, ეს კიდე კარგი არის, რადგან თქვენში
გარკვეული სინდის ნამუსია დარჩენილი, მაგრამ ვინაც ზუსტად იცოდით და უმრავლესობა თქვენთაგან მე ძირითადად ეგრეთ წოდებულ გამპრავებლებზე მაქვს ლაპარაკი, თორემ რიგითი ადამიანებზე არა მაქვს საუბარი, გამპრავებლებზე. ვინაც იცოდით ხო თქვენ ხო თავადაც იცით რომ ჩვეულებრივი რიგითი არამზადები ხართ. მატყუარები. მაგრამ პრობლემა ის კი არა რომ თქვენ ასეთები ხართ, პრობლემა ისაა რომ ჩვენ საზოგადოებაში მასაში თქვენ ტაშის დამკვრელები ხავთ საკმაოდ ბევრი. ახლა მინდა მიმართო ყველა იმ ქართველს, ვისაც ტკივა საქართველოს ტკივილი. ჩემო ქართველებო, მიმდინარეობს ხელმოწერა მიგრაციის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი მიიღოს პარლამენტმა. გააგრძელეთ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ გულგრილი რბილად რო ვთქვათ, ადამიანები ძალიან ბევრია საქართველოში, რომლებსაც საჭმელი ურჩევნიათ ქვეყნის ინტერესსა და საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლეს, საჭმელი ურჩევნიათ. მიუხედავად ამისა, თქვენ გააგრძელეთ ბრძოლა, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ აუცილებლად, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, არა მეგობრებო. იმიტომ რომ ის ნაწილის, ეს გულგრილი ნაწილი, უბრალოდ ძალიან შიშრები არიან. მათ ელემენტარული გაბედულებაც არ აქვთ, ამიტომ გამარჯვება დარჩება იმას, ვინც ბოლომდე იბრძოლებს. ბოლომდე ბრძოლის ჟინი კი გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ კონსერვატორებს. გააგრძელეთ ბრძოლა გარდაუვალ გამარჯვებამდე, რომელიც ახლოსა არ არის შორს. გაგახარო და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა, დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა.